თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნება კონცეპტუალურ კითხვებს ჩაუღრმავდა. რას ფიქრობ დღეს? ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი თანამედროვე ქართველმა და უცხოელმა არტისტებმა საკუთარი ნამუშევრებით უნდა გასცენ. თბილისი თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენის მასპინძლობისთვის ემზადება. არტისტერიუმის სტარტს 6 ნოემბრიდან აიღებს. წელს თემად სოციალური ქსელის საკომუნიკაციო ენას იყენებენ. შორინა კოპალიშვილი გაგვაცნობს თანამედროვე ხელოვნების პასუხებს. მითი ოქროს საწმისზე ნიუ-იორკელი ხელოვანისთვის არტისტერიუმის თემის მთავარ ინსპირაციად იქცა. რას ფიქრობ დღეს ამ კითხვას საქართველოსთან დაკავშირებული უძველესი მითის გარშემო შექმნილი ნამუშევრებით პასუხი გასცეს. კოლხეთის სამეფოში სამოგზაუროდ კი დამთვალიერებელთა მეტი სიახლოვისა და შემეცნებისთვის გამოფენას საცხოვრებელი ოთახი უწოდეს. საცხოვრებელ ოთახად ქცეულ სივრცეში არტისტერიუმის სტუმარი საქართველოსთან დაკავშირებულ ბევრ სიმბოლოებს აღმოაჩენს. საქართველოსთან ჩვენი კავშირი სწორედ ამ თითის აღმოჩენით დაიწყო. ნებისმიერი მოგზაურობისთვის ეს საუკეთესო დასაწყისია. ჩვენ გარკვეული მისიითა და გზავნილით ჩამოვედით. ამ გამოფენის შედეგად რაღაც აქ დარჩება და რაღაც გავყვება. ეს არის ყველაზე მთავარი. დანარჩენს არ ვიტყვი და მთვალიერებელი გახსნაზე თავად აღმოაჩენს, რას ვფიქრობთ ჩვენ. საქართველოს და მის პირად მოგონებებს დაუკავშირა საკუთარი ნამუშევარი უცხოეთში მოღვაწე ხელოვანმა უტა ბექაიამ. კავშირი პირველ საწყისთან და პირად წარსულთან მისი ფიქრის მთავარ სათქმელად იქცა. წელს არტისტერიუმის თემას ასე უპასუხა. What's on your mind? ხო, როგორც Facebook-ზე როგორც არის. ჩვენთვის ჯოჯეზო მომენტი, დაახლოებით ეგეთი თემა არის ჩვენთვის. და რა ვიცი, ისე ვაგზელებ ჩემი ფესვების ჩიჩქნას, ასე ვთქვათ, გამოძიებას. და ეს ინსტალაცია გავაკეთე დედაჩემის თმები ქვია ამ ინსტალაციას და არის აბსოლუტურად დაფუძნებული ჩემ აქაურ მახსოვრობაზე ექსპერიენსზე. საკუთარ დამოკიდებულებას პოლიტიკურ, სოციალურ, გენდერულ თუ სხვა საკითხების მიმართ მსოფლიოს 15-მდე ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანი დამთვალიერებელს შემოქმედებითი ნიმუშებით გაუზიარებს. არტისტერიუმი მათ ამ სათქმელის გადმოსაცემად სხვადასხვა საგამოფენო სივრცეს უთმობს. ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი შემოვიდა. აი ისეთი აქტუალურ თემებზე, მაგალითად, აი რაც დღეს გვაწუხებს, ხო? აი თქვა ერთ-ერთი ნამუშევარი ეძღვნება სტალინს, ოღონდ ჯერ არ ვიტყვი, თქვა რა კუთხით. არის ასევე ნამუშევრები, რომელიც თქვა ეძღვნება საბჭოთა არქიტექტურას, არის ნამუშევრები, რომელიც ეძღვნება თაობას, რომელიც დაიბადა და გაიზარდა უკვე თავისუფალ საქართველოში. ეს და ნუ ხა ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაყურებელი მაყოფილი დარჩება. სოციალური ქსელის ყოველდღიური მთავარი კითხვა 6 ნოემბრიდან რეალური საგამოფენო სივრცეების კედლებს დაიპყრობს. რაზე ფიქრობენ თანამედროვე არტისტები დღეს? ამაზე დამთვალიერებელს ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე უპასუხებენ.